გამარჯობათ მეგობრებო. როგორ ხართ? რა იყოდე? წაუსვი რაღაცას მიდი. აგერ იქ ტაზიკში წყალი, აგერ იქ კრანთან და იქ დაიბანე ხელები. ოდნავ მაინც დაისველი. ტაზიკი мама ვადატამ. მანდარა დე აი წინ რო კრანია, წინ, სულ წინ. აგერ იქით დედა, აგერ იქით. ამას რა დაემართა? მოკლედ. დაშვრებით აბა მეგობრებო როგორ ხართ? ბომბორა რა იყო ბომბორა? ის უყებს არავინ არ ჩანს და. დღეს ძალიან გრილა მეგობრებო ძალიან. მაგრამ აი ეგრევე ცხვირიც მიცდილდება. ეგრევე. დაიბანე? ძალიან გრილა საკმაოდ, მაგრამ ქურთუკი უკვე შევინახე. დედიკო ფეხებით ნუ აბიჯებ, მაღაზე ჯდებიან. არ შეიძლება მასე ჩამოდი. ჩამოდი, ეგრე არ შეიძლება. არ შეიძლება. აღარ დაადგე ფეხები. აი ამის ქვევი. თემკა მაგიდა შეშებდებოდა. არა, თემკასაც უთხარი წეღან, მაგრამ შენს გეუბნები, არ დაადგე. ხო უნდა დააჯდე მერეზე. დამშვით, ყველა ერთად დავჯდე. წავავარდებით კამიონში თავზე. გაჩერე! შებო, რა ფიქრობთ ერთობით? ესე არ ჯობდა ვიდრე სახში რო იჭერით? 2-3 ბეპა. გიჟუნიები. 2-მე. ისედაც მშვენივრად ქანაო. 2-მე. ბიჩაინა. მილენ არ გადავარდე უკან. ეგრე არ შეიძლება დედი. 2-მე. მოდით აბა დავათვალიეროთ გიულიბებოს ხეხილი რა მდგომარეობაშია. ეს არ ვიცი რომელია. რა ქვია მას არ ვიცი. ეს არის მეგობრებო გარგარი შეხედეთ. უბრალოდ წარმოდგენა რომ გქონდეთ რამხელა ხეა. აი ნახეთ. არც ძალიან დიდი ხე არ არის, მაგრამ გარგარი ადგილ უკვე არის. თან საკმაოდ უკვე დიდებია, შეხედეთ 2, 3. პეწეწინა კიდე 4. აგერ 5. აი აქ დავინახე კიდე. შეხედეთ, რამდენი იმას ერთ პატარა ტოტზე 1, 2, 3, 4 და უკნიდან კიდე 5. ნაგეც არის ადგილ. აგერ აქაც არის, მოკლედ ძალიან დიდი არ არის, მაგრამ გარგარი არის. ბავშვებო რა ხდება? ბავშვებო ნუ კი ვიხარ, ძალიან მეზობლები გაგიჟდებიან. მილენა ჩამოვიდეს ერთ-ერთი. რა საკეთებენ, რა საკეთებენ? ეს არის თხილი. მაშინ არაფერი არ აქვს, როგორც ჩანს. არაფერი არ აქვს. აი ესეც თხილია, აბა ვნახოთ ამაზე. აი ეს თითქოს რაღაცას აპირებს. ეს ფოთოლია. ეს არის ეს ფოთოლია თუ ნაყოფია? ეს თითქოს ნაყოფია. ესე კი ისიც ნაყოფი იყო. ბავშვებო. წვიმა ეწერა. ამინჩი და მეთქი მოვასწრო, რომ ცოტა ხანი გამოვიყვანო ეს გადარეულები. გარეთ თორე სახში რა დღეში არიან, უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ. ეს არის კომში. აი შეხედეთ.
ამას ბევრი ყვავილი აქვს, ნაყოფიც უკვე ამოდის აგერ. ესე იგი, ცხათაშორის შარშანაც ძალიან ესეთი მსხვილებიება. ამის ყვავილზე ვგიჟდები, შეხედეთ რა საოცრებაა. მანამდე არასოდეს არ მინახავს კომშის ყვავილი. მერე ლიბრეშიც უნდა გავისეირნოთ. სავარაუდოდ მერკატოვშიც. ეს არის ვაშლი და ვაშლის ყვავილიც ძალიან ლამაზია. უკვე თითქმის არც აქვს ყვავილი, მაგრამ მაინც ისეთი სასწაულია მინდები იყო, რომ ბოსტანში ჯერჯერობით არაფერი არ არის. დამეთანხმებით, რომ სასწაულია მინდები იყო მართლა სულ ქარი, სულ წვიმა და მოკლედ ნუ რა ვიცი. ესეც მე მგონი კომშია თუ აბა არა, კომში არ არის. თუ კომშია, ესეთი ბუსუსებიანი ფოთოლი აქვს თითქოს. მაგრამ ყვავილი სხვა ფერისა აქვს, ამის უფრო მოთეთროა. გიულებებო აქ რო ყოფილიყო ვკითხავდი, მაგრამ მასპინძელი სახში არ არის, ისე შემოვეჭერით ჩვენ. ეს როგორც მახსოვს ბალია და საკმაოდ მე მგონი ნორმალურად ასხია. როგორ მიყვარს ამათი ბალი, ძალიან გემრიელია ხოლმე. რომელიღაცა ერთი თეთრია, რომელიღაცა წითელია, რომელია არ ვიცი. აი ეს მეორეა. ეს მეორეა. მოკლედ ორივეს მე მგონი და საკმაოდ ასხია. იქ ვარიები ბრძანდებიან, წამოდით ვარიებით დავათვალიეროთ, როგორ გაიზარდნენ. ნახოთ. აი მე როგორ მიყვარს ბალი, ალუბალი, საერთოდ კენკრა ძალიან მიყვარს. აი ესე ზუსტად ვიცი რომ კომშია, ეს კომშია. აბა, წამოდით ვნახოთ. დაშვებიან ვარიები, ოდნავ გაიზარდებოდნენ. ერთი არ გადმომიხდეს. არავინ რომ გამოუშვი კრანიდან და დალიე. კრანიდან. так. აგერ არიან. ცოტა ოდნავ წამოიზარდნენ. ხო. ოდნავ წამოსდილები არიან. კაი, გავანებოთ ახლა მათ თავი მეშინია. არ გამომიფრინდეს რომელიმე, თორე მერე ვეღარ დავიჭერ ნამდვილად. შეხაცა გრუხუნებს. ჭეხა ქუხილი იყო ნეტა. თუ რა იყო, თუ მატარებელი იყო და მატარებლის ხმა იყო. არ დასველდე რა გეხვეწები, დასველდი? უკვე დასველდი ხო? მოდი აბა ვნახო. ქათმებიც აგერ ბრძანდებიან. აუ, მე მგონი ჭექა ხუხილის ხმა. თუ მატარებელია, მეტა. მოდი აბა ვნახო, მაჩვენე აბა. მაჩვენე, მოდი. კაი, ძალიან ცოტა არა უშავს. კიდე უნდა გაჩვენოთ. ყემალი. აი შეხედეთ. წეგან უკვე გავსინჯე. ხა კიდე გავსინჯო. გეთ. მაღაზიაში რო იყიდება ხოლმე და ხილბოსტებში და ბაზრობებში ესეთი მსხვილი ყემალი რო არის ხოლმე. აი ახლა ამ პერიოდში ამ სეზონში რო იჭმევა. მაქვს, მაგრამ მე ვერ ვაღებ, ერთხელაც ვცადე როდისღაც და ვერ გავაღე. ამიტომ არ გვინდა, მალე უნდა წავიდეთ ისედაც გრილა.
ხო და ეგ ტყემალი თუ ალუჩა ქვია მაგას ეგ არ ვიცი. მაღაზიაში რომელში წავალ? არ ვიცი თემ მოკავნახოთ. ჯერ ფული უნდა ისა მოუხსნა ჯერ ლიბრეში. ჯობიან მეტყალაში ხარატო? ბატონო. მერე ფეხებით ნუ დგახარი მაღაზია ჩემო. მერე ისედაც უნდა წავიდე წინ და ლიბრაში ხვდება. კაი ხო ჯერ უნდა ფული მოუხსნა ოღონდ. აი ვერ ხვდები ეგ სად იზრდება ეს შემაწყვეტინა მეორეჯერ. სად იზრდება ეგ ალუჩა და ტყემალია თუ ალუჩა არ ვიცი, უფრო ალუჩა. სად იზრდება? იმიტომ რომ ჩვენთან სადაც მე არ მინახია სოფლებშიც და აქაც გიულებებოსთან მე არ ვიცი. აბა სად არის? ამხელებია მარტო. თუ ეს სხვა ეს ტყემალია, არ ვიცი, მე მაპატიეს მე როგორც ქალაქელი შეიძლება რაღაცები მეშლება და ვერ ხვდები შეიძლება ის სხვა ხეა და სხვა ჯიშია და სხვა რაღაცა. მოდით მოკლედ გავსინჯოთ. მინდა რა? რა წამალი? არა, აგერ მოკრიფე დაბლა ბევრია. ოღონდ წერტილები არ იყოს, თორე წერტილები რომელსაც აქ იმაში ჭიებია. იმ დღეს ერთი წერტილიანი მოგლიჯე, ჩაუკმინჩე და შიგ ცოცხალი ჭია დადიოდა, ვაიმე. წერტილები არ კონდეს თემუკა კარგად ნახე. ან რანაირად ზურებიან შიგნით, ან რანაირად ცოცხლობენ მერე შიგნით. მოკლედ. ასწავლე. როგორ ჩვენ კბილები დღე წავენ ალბათ. ხო, მაგრამ შიგნით არა, ყველა არ არის, კარგად ნახე. ნუ, ყველა კი არ მოგლიჯე, უბრალოდ დახედე ჯერ და მე ლამაზი რომელიც იქნება ის მოწყვიტე. თემოკას თუ ანუ თუ 10 ლარი რისმანდე წიგნები არ ვიცი. იმიტომ რომ ბიბლიაში 15 კარგებია. კი. და იმ დღეს ხო ნახეთ 11 და რაღაც არ ღირდა? არა, ეგ დოგმენია და ბიბლიაში 15 ლარი ეს. ოხ, თემოკა როგორ ჩამოწეით. რამითადაც წეღანამდე დავაკატავ. წეღან მე მაკატავეს ბავშვებმა, მაგიჟეს. ნელა. რა? გებრიელ სერმენი გაკეთე? ნიამ. კადვისი ის კვერცხის სიმით. ნაჭუჭებით. ბავშვებო, არ შევიდნენ ქათმები? და რატო დაუხურეთ კარი? ხო, დახურული რატოა კარი? სად არიან აბა? ვაიმე, გიულებება გვეჭხუბება, ქათმები რო დავუკარგეთ. დავკარგეთ. აბა იმე. ერთი მომეცი. ქათმები გამოვრეკოთ. სად არიან აბა? არიან სადმე? აბა მოიხედე ქათმები სად არიან? ორივე მანდარიან. მოიცა მოვალ. გაიწიე შორს, ცოტა გაიწიე. ეგ ერთი მეორე? მეორე ძახთან. თემოკ. ო. ვაი. სად არის აბა? ძალიან ახლოს არ მიხვიდე დედა, ნუ აშინე. გაიქცა? მაიქთან. კაი, ნუ აშინებთ. მიდი, კარი დახურე ჩქარა. ხო ეგრე. ხო, ჩაღდედი კარგი გოგო ხარ. всё. წავიდეთ ახლა, თუ რა ვქნათ?
ჯერ მაღაზიაში ხომ მივდივარ და კიდე გავადრო და წვიმა არ წამოვიდეს. წვიმა არ წამოვიდეს მეშინია. კიდე ვარ დილაკოკინა ცოცხალი ითანაც. მოვიძით. აბა სად არის ცოცხალი? ცოცხალი თანაც. ცოცხალი აი ეს. ჰა, რა ვქნა წავედით? რამაცა. განახე დედა, ეგ მკვდარი იქნება. არა უშავს დავკლათ. შეუწვათ ლოკოკინები. საჭმელი გავაკეთოთ მაგაზე. კი დელიკატესი ეგ. სადღაც რომელიღაცა ქვეყნებში. აი კიდე, აი ცოცხლები, აგე ცოცხლები. გამი აქ ლოკოკინა ცოცხალი. აი ცოცხლები. გუმცი. აი ეს არ ვიცი ცოცხალია თუ არა ბაჭარები. გამი აქ ლოკოკინა რომელიც იყო დიდები ცოცხალი იყო. ცოცხლებია. ყოფნიან ერთმანეთს. ეჰა. ყოფნიან ერთმანეთს. კანები. всё, წავედით, ხო? არ ქნა. კაი, ცოტა ხანიც მიდით, თორე უკვე შემცივდა სიმართლე რომ გითხრათ. გამოდიო თიკინები. არა, წავედით. ხადე და მარწყვი უნდა გადადოს აესთი. აი შეხედეთ რა მხელა. მომესუნი კი აქვს კარგი, მაგრამ ჯერ სასწაული ფასი ღირს, რა თქმა უნდა, 13 ლარი ღირდა. ჯერ უბრალოდ გავწმინდოთ, გავრეცხოთ, ბავშვებმა გადამრიეს, გამაგიჟეს. თორე ნამდვილად არ ვიყიდი მე ჯერ ამ ფასად. აი ესე. ასე რომ მეგობრებო, რომ არა ბავშვები, მე ჯერ ნამდვილად არ ვიყიდი. 13 ლარს ნამდვილად არ მივცემდი მე ამის კილოში. და ვერა სალო. ვიყიდე 9 კილო. რა მხელა. უიტი. აბა მასონინე. ნიკი აქვს კარგი. არა, ჭუჭყია მეჯები შეერჩაიდო გასარეცხია. ერთი. და გასარეცხია დედა. რა? ეს ცივის სეზონი მე მგონი მარწყვისთვის კარგი არ იქნება. და სავარაუდოდ ძვირი იქნება მარწყვიც. ნახოთ აბა, როგორი გემრიელი იქნება. ერთ წელს გავსინჯა უბრალოდ და всё. მე მინდა. იცი რო გინდათ? ერთი კომაშინჯა მე. ჯერ არა. ხოთ ერთი კომაშინჯა. რო გავრეცხავ მაშინ. შაქარი ჩამიყარე და ისე შევჭა. ჯერ გავსინჯა იქნება ისედაც გემრიელია. იქნება ისედაც ყვილია. თეუნა გვიკეთებს ხოცის კერძს. და ამიტომ აგერ ჭრის უკვე ხორცს ცოტა ხანი გავაგდე, მეთქი ვიდეოს გადავიღებ. ბავშვები, გავასეირნე, იმედია. დაიღალნენ ცოტა მაინც რომ? არა. არა. რომ თქვენი ხმა აღარ გავიგო მერე? არა. ვიმეს თუ გონია რომ დაიცლებიან? მე არ მგონია, ნამდვილად. აი მე ისეთი სუნი აქვს. დედა თან რა კარგებია. Pretty little baby. Why not? არ ჭამო რა ჯერ. ეს მაჩილა. ოვაცი ჯერ გავრეცხო. ვიც უბრალოდ ვაჩვენ. ო დედა. აი ხურით. I am შვენი. სუდია რომ ძალიან მოკლე სეზონი აქვს მარცხს. კი, თორე სოფელში ჩევჭამდი. ძალიან სუდია. და ეხა რა ქვია? თუთაც მალე გამოჩდება. ის შემოდგომამდე იქნება? არა დედა, თუთაც მალე მთავრდება. აუ, ხო, ზაფხულში რო ჩავდივართ უკვე თითქმის არ არის ხოლმე. ჩვენი სოფლის შემოსასვლელში არის ორი უზარმაზარი თუთის ხე. მან ცოტა ადრე თუ ჩავდივართ, მაშინ ჯერ კიდე არის ხოლმე და თუ გვაგვიანდება და ივნისის შუა რიცხვებში ჩავდივართ, მაშინ უკვე აღარც არის ხოლმე და თითქმის
ამ წელსაც ეგრე მოგვიწევს, ახლა უნდა გავრეცხოეს და მე ერთად დავაგემოვნოთ. დედიკო რეცხავს აგერიკ. მე კიდე ველოდები. ძალიან ტკბილი სუნი ქონდა. ხოდე. ერთი გავრეცხე და მოდი გასინჯოთ. მაგარია. ძალიან კაია. ყვილია დე. ბავშვებო, მოდი გავსინჯოთ. ძალიან კაია. როგორც კი. მოდი აქ და ისე გასინჯე და ნახე აბა. მოგეწონება თუ არა. სადა? აი მოგცემენ ახლა. ყველასი რეაქცია უნდა გადავიღო. არა. ჩემი რეაქცია. სალომე, არ ჩამხარ ცოტა იცი. გემრიელია. მე გავსინჯე უკვე. კაია. ჩამოგდის პირზე გოგო. აბა, გავსინჯოთ ჩვენს. Cheers. ძალიან ტკბილი არ არის. ცოტა აკლია. მაგრამ გემრიელია ძალიან. ძალიან ცოტა აკლია. ხო? აია. ამის უნდა ჩარგოთ. ახლა კაი ტკბილი შემხდა. კაი ტკბილი შემხდა. აი რა ვიყიდეთ მეგობრებო კიდე. სალომეს ვიყიდე ფუნთუშა, არ ვიცი ონა ესეთებს ჭამს. ფუნთუშა გიყიდე სალო? ფუნთუშა. კიდე რა ვიყიდე ეს შარიკები, კამილას ვიყიდე შარიკები. სკოლის მერე უყვარს ხოლმე შარიკები. დიდი შეკრა ვიყიდე. მაინც სულ ჭირდება, ვიყიდე რძე. ვიყიდე ისო სალფეტი. ვიყიდე აი ესენი აქციაში იყო 2 ლარი ღირს ერთი ცალი. კამილა ესეთი გიყიდე, შენ რო გიყვარს ისეთი დოშირაკი არ იყო, ესეთ ქათმით არის და ქათმით ვიყიდე. გაგიკეთო? მე ახლა უნდა გავიკეთო დოშირაკი ჩემი. ჯიკი არა. მომე. 1 კილო შაქარი ვიყიდე. მოიცა და მოგცემ, მოიცა 1 წუთი. მე აღარ არის მაგ. გაიგე და გავიგე. მე მაგორი ცალი. მე და თეოს ვიყიდე აი ეს გემრიელი ვაფლის ნამცხვარი, ალბათ გაგისინჯავთ. რისი წარმოება არ ვიცი ოღონდ, მაგრამ ხშირად მინახავს. 17 და 95 ღირს კილო, 340 გრამი გამოვიდა 6 ლარის და 10 თეთრის. 5 ნაჭერი. 5 ცალი ბანანი ავიღე. ხახვი ავიღე, დაჭრილი პური ავიღე და თემუკასაც დოშირაკი. და მილენამ თავისთვის აიღო 1 ცალი ესეთი ჩუდო. ახლა მოვედით. დავაბინავე ჩემი ნაყიდობები. ვიყიდე კიდე ხალვა. აგერ ესე გამოიყურება. სუნიც ძალიან კარგი აქვს. იჭრებოდა ძალიან რბილად, ასე რომ მე მგონი ახალია. აი ეს ეგ შემთხვევაა, როცა ბავშვობაში რაღაცა გეზიზღება და მე დიდობაში კი უკვე ძალიან გიყვარს. აბა ვინ არის ჩემნაირი, ვისაც ბავშვობაში არ უყვარდა და დიდობაში შეუყვარდა. დამიწერეთ კომენტარებში ოღონდ სინამდვილე დაწერეთ, ანუ როგორ არის. ეგრე იყო თუ არა, გავსინჯოთ. კარგია ძალიან. დღეს მთელი დღე ვერ ხვდები კუჭი მტკივა თუ რა მაწუხებს, რაღაცა მაწუხებს მთელი დღე რა. ვერ ხვდები რა მაწუხებს.
უცელია თუ კუჭია თუ რაღაცა ვერ ხვდები მოკლედ. და კიდევ ვიყიდე ესეთი ვაფლის ნამცხვარი. ამის გასინჯვაც მინდა. პატარა ნაჭერი ავიღო. ყოველთვის ახალია ხოლმე. ამას რო კონდეს კიდე მუხარშულის გუშონი წასმული. ჩემი აზრით უფრო გემრიელი იქნებოდა. და ამ ყველაფერს ვაყოლებ ლიმნიან ჩაის. ძალიან მიყვარს ლიმნიანი ჩაი. ამას კი აწერია ყავა მიყვარხარო. All you need love and coffee. მაგრამ ამ შემთხვევაში coffee არა გვაქვს. გვაქვს tea. და ძალიან გემრიელი გემრიელობები. დამღალეს ბავშვებმა ეზოში. ახლა კი გაკვეთილებზე ზიან და ცოტა ხანი სიჩუმე გვაქვს. კარგით შემოკარგებო. ამაზე დაგემშვიდობებით. როგორც ყოველთვის, ბევრი ლაიქები, ბევრი კომენტარები. გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენთან ერთად დარჩით და აბა წარმატებები ყველას. კარგად.